და ასტროლოგიაში მეხმარებად, რაც ხშირად შენი ვიდეოებიდანაც მომისმენია, არის აი ამ ასპექტებით უკვე იცი, სად მიდიხარ, რა გაქვს დასამუშავებელი. როცა რაღაც დაძაბულ ასპექტს ხედავ და ძალიან მომწონს ხოლმე. შენი შიდაგანი წინააღმდეგობაა კი. ეს არის ზუსტად ის, რომ ფარხმალი არ უნდა დაყარო. აი ამ გამოცდილების გადასახედიდან ესე რომ ვთქვა, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მესეჯი და გზავნილი რაც იქნება ჩვენი მსმენელებისთვის არის ის, რომ თუ მაგალითად კლასიკურ ასტროლოგიაში ასტროლოგთან თუ პირადად როდესაც ადგენთ ხოლმე სხვადასხვა პლატფორმაზე დაინახათ, რომ დაძაბულია ასპექტი და რაღაც, ეს არ ნიშნავს, რომ всё, ბედი ჩაკეტილი გაქვს, აქეთ არ უნდა გაიხედო, პირიქით ის ითხოვს ჩვენს ყურადღებას. ვთქვათ, ჩემი ასპექტი ითხოვდა ამ ყურადღებას. მე ძალისხმევა გამოვიჩინე და რატო არის ზოგადად მე ასტროლოგიაში ესე აღვიქვავ და ესე ვუზიარებ ხოლმე ჩემს მსმენელებს, განსაკუთრებით კიდე რომ როცა დაძაბული ასპექტი ეს ან დაძაბულს თუდად შეიძლება, მაგრამ ნუ ესე ხო, ნეგატიური ხო, ესე ვეძახით. მაგრამ აი ნახე ვისაც პოზიტიური ასპექტი დამინახავს, ზოგადად ეს არის აი დათვრის სამსახური ზოგი ადამიანებისათვის რა. პოზიტიური ასპექტი, იმიტომ რომ აი ლანგარზე აქ და არა. და მე რომ ეს მოვიპოვე ჩემი ძალისხმევით და შეუპოვრობით, აი იქ იმას ვაფასებ. იქ იმიტომ ვაღწევ წარმატებას. იმას იმიტომ აღარ ვთმობ მე თითქოს ხვდები, ამიტომ მომწონს მე მაგალითად, როდესაც ნუ ახლა არა აუცილებელი ადამიანის სულ ესეთ ნეგატიურ ასპექტებში იყოს, ნუ ხო უნდა მოისუნთქოს სადღაცა ახლა, იმიტომ რომ კი გავაწლები და რაღაცა სიტყვის რომ ეს ამად ღირდა, მაგრამ ეს წლებიც ხო არ უნდა დაკარგო. ჩვენ ამავდროულად თან შევეხეთ თერაპიასაც. და აი მაგალითად ჩემთვის მე დავიწყე ასტროლოგიით, შევედი მე ფსიქოლოგიასაც ვსწავლობ, თერაპიაშიც ყოველ შემთხვევაში ვარ აქტიურად. მე თვითონ გავდივარ თერაპიას და ასტროლოგიაშიც მეხმარებად, რაც ხშირად შენი ვიდეოებიდანაც მომისმენია, არის ის, რომ აი წერტილოვანი მიმართულებები ხვდები, აი აქ ამაკ სამუშაო. იგივე ლილიტზე რომ ვსაუბრობთ, მთვარე ლილიტი მაგალითად, ხო? რაც მაინც ფსიქიკასთან არის კავშირში, სადაც აი ემოციურად მოწყვლადები ხვდები, თან ადვილად გვატრიგერებენ ადამიანები, ხო? აი ეგ ძალიან კარგი არის, როდესაც ასპექტუალურად იცი, მაგალითად აი თან მარტო იცი კი არა, თერაპია კონსულტაციაზე ეხები ამას. ბევრ кейსებს ეხები ემოციურად და უკვე იცის, აი ორიენტაციას გაძლევს რა, ეს ასტროკონსულტაცია ფაქტიურად თერაპიაზე, ანუ ისე ინტელექტუალურად კი არ მიდიხარ, შეგრძნებებში ეხები კონსულტაციაზე ამ ასპექტებს. კი ბატონო, და ახლა მაგალითად ერთ-ერთი გამოცდილება, რაც მახსენდება, ესეთი მწარე გამოცდილება, ხო? მწარე გამოცდილება რატო? ანუ